ესე მოხდა რომ გერმანიაში ხინკალი მოვახვიეთ. ერთი რაღაც შემიძლია გავიხსენო გერმანიის გასტროლიდან, ზოგადად გასტროლი როცა დიდია. ნუ რაღაც ეტაპის მერე უფრო გიჭირს. იქ ყოფნა გიდა დროზე სახში დაბრუნდა. უკვე ქართულ საჭმელებზე საუბარი რო იწყება ავტობუსში. ესე იგი ყველა სახში უნდა. ახსენები როცა არის ხინკალი და რაღაცა ეს ჩაკაფული, უკვე ესე იგი სახში გვინდა. ყოველთვის არ გვაქვს ხოლმე ისეთი საშუალება, რომ შეხვიდე ოთახში და დაგვხვდეს სამზარეული. როდესაც შევედით ჩვენს ოთახებში, შევედით დავინახე სამზარეული. თან მთელი დღის ნამგზავრები ვართ, ყველა დაღლილი, ასე შემდეგ, მაღაზიაც იქვე არის და უცებ გამიჩნდა რაღაცა ეს იდეა, რომ მეთქი სამზარეულო გვაქვს ამდენი ხანია ქართული საკვები გვენატრება. და ვისთანაც ვცხოვრობ საბა მონავარდისაშვილი, საბას უთხარი, რომ მეთქი ხინკალი ხომ არ გავაკეთოთ. და საბა მე ხა როგორ მე არ ვიცი ხინკლის გაკეთებაო. ხა მე მეთქი წარმოშობით თიული ვარ, გამიკეთებია ხინკალი. ცადოთ რა გამოგვიოღოთ, არავის არ უთხრა რა. გავედით უცებ მაღაზიაში, ვიყიდეთ ხორცი, ასე შემდეგ. ქვილი რა. ქვილი, ყველაფერი. ცომი თქვენ ამოიყვანეთ? კი, მე მოვზილე. გაია. მე მოვზილე ცომიც ხინკალი. ეს ნამგზავრები მიხვედით და დაიწყეთ კულინარია. ხო, რომ უნდა გვეჭამას. რა თქმა უნდა, ყველას ვერ დაუძახეთ და ყველას ვერ გავასინჯეთ, იმიტომ რომ ცოტა გამომივიდა 40-ია, 5 კაცი, თუ 6 კაცი ვიყავით და ეგეთი ის მოხდა, რომ გერმანიაშიო ხინკალი მოვახვიეთ. აი გამოვიდა. კი, მშვენიერი და ანსამბლის წევრებმაც ყველამ რო გაიგო უკვე მეორე დღეს. ყველა ძალიან გაუკვირდა, რომ ანსამბლი და გაბრაზდა, რო ტორნაბოდი. ხო, ყველას მოუბოდიშე, მაშინაც ეხაც ბოდიშ ვიხდი, კიდე გავაკეთებ სხვა დროს უფრო ბევრს და ყველას დაგვატიჟე. თურმე შეძლებია და აცი. ხო, ესე მოხდა, რომ გერმანიაში ხინკალი მოვახვიეთ. ძალიან მაგარი.